2014 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ნერგებით ფერმერთა უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელებისთვის 299,500 ლარს დახარჯავს. ფერმერებს კაკლის, ლურჯი მოცვისა და თხილის ნერგები გადაეცემათ. ნერგების შეძენისას სამინისტრო ფერმერების განცხადებით არ ხელმძღვანელობს. ერთიანი პოლიტიკის მიხედვით პრიორიტეტული ყველაზე გაყიდვადი და დეფიციტური კულტურების შეძენაა. უწყება მიმდინარე წელს მარწყვის კულტურის წარმოების პროგრამის განხორციელებასაც აპირებს. პროგრამის თანახმად 4 ერთეული სათბურის და მარწყვის ჩითილების შეძენა გადაცემაა გათვალისწინებული. პროგრამის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 100,600 ლარია გამოყოფილი. ფერმერებს პროგრამაში მონაწილეობა თანადაფინანსების პრინციპით შეეძლებათ. კიდევ რა სიახლეებს პირდება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს მიმდინარე წელს. თემაზე უფრო ვრცლად მაცემს თავარ გამოშვებაში ვისაუბრებთ. ფერმერის გადასახდელი მიწედარჟე მაგ პროცედურა ტენდერი, ანუ დიდი ტენდერი ხეხილოვანი კულტურების ნერგებიდან ჩვენ შერჩეული გვაქვს კაკალი, მოცვი, თხილი. გამომდინარე იქედან რომ ერთ ძალიან დიდი დეფიციტი ბაზარზე და ჩვენთან იმპორტია, ვთქვათ, როგორც ერთის, მეორესიც და მესამესიც. მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდი პერსპექტივებია ამ დარგის შემდგომი განვითარებისათვის ჩვენს რეგიონში. ჩვენ ყველა თითოეული ფერმერის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე ბუნებრივია სამინისტრო არის პოლიტიკის განმსაზღვრელი და რეგიონისათვის ყველაზე ეკონომიკურად ხელსაყრელი დარგების შემდგომ განვითარებაზე ზრუნავს.